რუსეთის ფედერაცია თავის ზღვარს უახლოვდება. ვლადიმერ პუტინის ხანგრძლივი ომი უკრაინასთან უკვე აღარა მხოლოდ მის ქვეყანას აყენებს ზიას. ეს ომი ქვეყანას მთლიანად ანგრევს და ამის დასამტკიცებლად უამრავი მონაცემია. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ამ მონაცემებს აანალიზებენ. მათ გაანალიზეს ეს მონაცემები და მივიდნენ ერთნიშნულოვან გარდაუვალ დასკვნამდე. რუსეთი ბეწვის ხიდზე დგას. მისი ეკონომიკა უპრეცედენტო კრიზისამდე მხოლოდ ერთი ცუდი დღის დაშორებითაა და არც ცენტრალურ ბანკს, არც მთავრობას და არც თავად პუტინს არ შეუძლია ამის შეჩერება. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. განგაშის ზარები უკვე რამდენიმე წელია რეკავს. თავდაპირველად ისინი ჩუმად იყო, რადგან რუსეთმა შეძლო დასავლეთის სანქციების და ომის მზარდი ხარჯების წნეხის გაძლება პირველ რამდენიმე წელიწადში. ახლა კი განგაშის ზარები გამაკრუებლად ისმის. მაგრამ ჯერ მადლობა Supremacy World War III-ს ამ ვიდეოს დაფინანსებისთვის. ეხლა თუ ოდესმე გსურდა ნამდვილი ქვეყნის მართვა მესამე მსოფლიო ომის დროს, ეხლა შენი შანსია. Supremacy World War III არის უფასო online PvP სტრატეგიული თამაში, სადაც მართავ ქვეყნის ეკონომიკას, იკვლევ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, აშენებ არმიებს ტანკებით, თვითფრინავებით, წყალქვეშა ნავებით და სხვა. შემდეგ იბრძვი რეალურ მოთამაშეებთან ომებში, რომლებიც გრძელდება დღეების ან თუნდაც კვირების განმავლობაში. შეგიძლია შექმნა ალიანსები, მოლაპარაკება აწარმოოს სხვა მოთამაშეებთ, ან ძალით დაიპყრო მოწინააღმდეგეები, რომელთა რაოდენობა შეიძლება იყოს 99-მდე. და მეოცი სეზონის Underworld Protocol-თან ერთად ახალი Shadow Exchange ამატებს სახიფათო შავ ბაზარზე ვაჭრობის შეთავაზებებს, ხოლო ელიტარული ოფიცრები აძლევენ შენს არმიას ძლიერ ტაქტიკურ უპირატესობებს. ახალი მოთამაშეები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ქვემოთ მოცემული ბმულით, მიიღებენ ექსკლუზიურ საწყის პაკეტს $40 ვირებულებით, რომელიც მოიცავს უფასო სეზონურ ერთეულს Elite Railguns. ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მომდევნო 30 დღის განმავლობაში, ასე რომ არ დააკორნო და ჩაიბარეს арлობა. თითქმის ყველა ექსპერტი, როგორც რუსეთის გარეთ, ისე შიგნითაც, ერთსა და იმავეს ამბობს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო ახლოს მივა კრემლის ეკონომიკა სრულ კოლაფსთან. ქვეყნის მდგომარეობის შემზარავი დეტალები სრულად იყო გამჟღავნებული ანგარიშში სახელწოდებით Endgame: The State of the Russian Economy, რომელიც გამოაქვეყნა კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტმა, წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა და ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც მდებარეობს გერმანიის ქალაქ კილში. ამ ანგარიში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში ყველაზე სანდო ექსპერტებმა. მათ შორის იყვნენ Torbjörn Beckeri, სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, Maurits Schulleriki, ეკონომიკის პროფესორი და კილის ინსტიტუტის პრეზიდენტი და Matthew C. Kleini, ცნობილი ეკონომიკური ჟურნალისტი, ავტორი და გამომცემელი. ესენი უბრალოდ კომენტატორები არ არიან, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ან მიკერძოებულ მოსაზრებებს აზიარებენ. ისინი თავიანთ სფეროში წამყვანი ფიგურები არიან. ისინი ისეთები არიან, ვისთანაც მთავრობები და მსოფლიო ლიდერები მიდიან, როცა ეკონომიკური სიტუაციების რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებები სჭირდებათ. და ისინი ყველა თანხმდებიან, რომ უკრაინასთან ომში 4 წელზე მეტი ხნის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა სტრუქტურული გამოფიტვის ყველა ნიშანს აჩვენებს. თავად ანგარიშში კი ნათქვამია, რუსეთისთვის ნამდვილი ეკონომიკური ფინალის კონტურები უკვე იკვეთება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკა ჯერ ბოლომდე არ ჩამოშლილა, მაგრამ ნამდვილად ბოლო ამოსუნთქვებზეა. ექსპერტებმა ამის დასამტკიცებლად მიზეზებისა და მონაცემების გრძელი სია წარმოადგინეს. მაგალითად, მათ ახსნეს, რომ წლების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ფაქტობრივად ომის ეკონომიკად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ნებისმიერი პერსპექტივა თითქმის მთლიანად თავდაცვის სექტორზეა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2023 და 2024 წლებში შეძლო MŠP-ს ზრდის მისაღები დონეების შენარჩუნება, ხოლო 2025 წელსაც დაფიქსირდა შედარებით დაბალი ზრდა, ეს ძირითადად იმიტომ მოხდა, რომ მთავრობა იარაღს ყიდულობდა და თავდაცვის კომპანიებს უზარმაზარი მასშტაბით აფინანსებდა. ეს არ იყო კერძო სექტორის ჯანსაღი ზრდის შედეგი. ეს არ იყო იმის გამო, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სფეროს ბიზნესი აყვალდა. ეს იმიტომ იყო, რომ კრემლი უზარმაზარ თანხებს გასცემდა მეტი ტანკის ჭურვისა და ამუნიციის შესაძენად, რათა თავისი საომარი მანქანა გაეგრძელებინა. და რადგან თავდაცვის სექტორი უფრო დიდი, მდიდარი და გავლენიანი გახდა, ყველაფერი დანარჩენი შევიწროდა და შეიზღუდა. კრემლი სულ უფრო მეტად ეკრნობა ბიუჯეტს მიღმა დაფინანსებას, სწრაფი კრედიტების ზრდას და არაპირდაპირ მხარდაჭერას საბანკო სისტემის მეშვეობით, რათა ომის დაფინანსება გააგრძელოს. ეს ანგარიშის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხამდე მიგვიყვანს. რუსეთს არ აქვს უსასრულო ფინანსური რესურსი, რომლითაც ომს განუსაზღვრელად დააფინანსებს. პირველ წლებში მას შეეძლო დაეკრდნო 2 შედარებით მარტივ და ხელმისაწვდომ დაფინანსების წყაროს, რომლებიც ეკონომიკისთვის ბუფერად მუშაობდა. პირველი იყო რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის დანაზოგები, რომელსაც ხშირად პუტინის საომარ ფონდად მოიხსენიებენ. ეს დაეხმარებოდა ქვეყანას თუ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო რთული და ხანგრძლივი არ მოჩნდებოდა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. მეორე იყო რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის მიერ მიღებული კოლოსალური შემოსავალი. ეს ორივე ბუფერი ომის შედეგად ამოწურული.
და ეს ნაწილობრივ იმიტომ, რომ პუტინს ყველაზე ცუდ სიზმაშიც კი არ წარმოედგინა, რომ მისი შეჭრა გადაიქცეოდა თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდ და სისხლიან ომად. და არც ის ეგონა, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა. არც ერთი საომარი ხაზინა არ იქნებოდა საკმარისად დიდი ამ კონფლიქტის გასაგრძელებლად და გასაკვირი არ არის, რომ ეროვნული კეთილდღეობის ფონდი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც ანგარიში აღნიშნულია, ომის დასაწყისში ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ქვეყნის MŠP-ს 6.5% შეადგენდა. 2026 წლის აპრილისთვის ამ ფონდის ლიკვიდური აქტივები MŠP-ს მხოლოდ 1.8% შეადგენდა, რაც 2022 წლამდე არსებული მაჩვენებლის 1/3-ზე ნაკლებია. რაც ადრე მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერი იყო, ახლა ძლივს საკმარისია სარეზერვო ფონდად იმ ქვეყნისთვის, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ცდომა არ აქვს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები ასევე მკვეთრად შემცირდა დასავლეთის სანქციების, უკრაინის თავდასხმებისა და მრავალი ქვეყნის მიერ მოსკოვთან ბიზნესის გაკეთებაზე უარის თხის თქმის შედეგად. კვლავაც ანგარიში მოყვანილია მკაფიო მტკიცებულებები ამის დასადასტურებლად. ნავთობისა და გაზის შემოსავლები, რომლებიც რუსეთის ფისკალურ გათვლებს უდევს საფუძვლად, 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 45%-ით დაეცა, ხოლო პირველ 4 თვეში 38%-ით. ეს ნაწილობრივ ასახავს რუსეთის მსხვილ ენერგოკომპანიებზე დაწესებული უფრო მკაცრი სანქციების და უკრაინული დრონების იერიშების შედეგებს, რომლებმაც ექსპორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა, ხოლო მარტის გარკვეულ პერიოდში ექსპორტის გადამუშავების სიმძლავრის 40%-მდე გაჩერებული იყო. როდესაც რეზერვები ამოიწურა, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში მიაღწია განსაცვიფრებელ 4.6 ტრილიონ რუბლს, ანუ 59.5 მილიარდ დოლარს. ეს უკვე აღემატება მთელი წლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც შეადგენს 3.8 ტრილიონ რუბლს, ანუ 59 მილიარდ დოლარს. ფაქტობრივად, რასაც ექსპერტები აქ ამბობენ, არის ის, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ამოწურა ომის დაფინანსების მარტივი გზები. ახლა მას უწევს უფრო პრობლემურ გზებზე დაყრდნობა, იმ გზებზე, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას აუარესებს, ეკონომიკას უფსკრულის პირას მიიყვანს და რუსეთის ფედერაციის მომავალს მრავალი თაობის განმავლობაში საფრთხეს უქმნის. მაგალითად, გადასახადების რეკორდულ დონემდე გაზრდა, უზარმაზარი თანხების სესხება და სამოქალაქო ხარჯების დიდი ნაწილის გაყინვა ან პირდაპირი შემცირება, რათა კიდევ უფრო მეტი რესურსი მიმართონ სამხედრო წარმოებისკენ. კრემლი კიდევ უფრო არაკეთილსინდისიერ, არაოფიციალურ მეთოდებსაც მიმართავს და რუსეთის საბანკო სისტემას იყენებს, რათა ირიბად დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა. ამას პირდაპირ მოჰყვა ის, რომ ანგარიშის მიხედვით კორპორატიული ვალი 34 ტრილიონი რუბლით, ანუ დაახლოებით 428 მილიარდი დოლარით გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ, რის შედეგადაც ბევრი რუსული ბიზნესი სულ უფრო დიდ ფინანსურ წნეხში აღმოჩნდა, რადგან სესხების ღირებულება განაგრძობს ზრდას. ეხლა სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა, ეს რიცხვი თითქმის ნულთან იყო მიახლოებული. ყველა სტატისტიკა, ყველა მაჩვენებელი და მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არასწორი მიმართულებით მოძრაობს. ზოგი ნელა იცვლება, ზოგი კი პირდაპირ გარბის, მაგრამ ყველა ერთად ქმნის ძალიან მძიმე სურათს რუსეთისა და მისი მოსახლეობისთვის. შედეგად კრემლი აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს, ის იტყუება. ცხადია, მას ესმის თავისი ქმედებების უარყოფითი შედეგები, მაგრამ საკმარისად არ აინტერესებს მათი შეჩერება, რადგან ამისთვის ომის დასრულება იქნებოდა საჭირო, რის გაკეთებაზეც პუტინი უარს ამბობს. ამიტომ რუსეთის ხელმძღვანელობა იყენებს თავის კლასიკურ მეთოდებს, თხუილსა და პროპაგანდას, რათა დაფაროს და შეამციროს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას. კილის ანგარიში მაგალითად აღნიშნულია, რომ მრავალი ეკონომიკური მაჩვენებელი აღარ ქვეყნდება და ექსპერტები ეჭქვეშ აყენებენ დარჩენილი ოფიციალური მაკროეკონომიკური სტატისტიკის სანდოობას. მაშინაც კი, როცა მონაცემების საჯაროდ ქვეყნდება, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი სავარაუდოდ კორექტირდება ან მანიპულირდება ისე, რომ სანდოობას კარგავს. მაგალითად, ინფლაციის შესახებ რუსეთი ამტკიცებს, რომ 2026 წელი დაიწყო 6%-იანი ინფლაციით, რომელიც თვეების განმავლობაში თანდათან შემცირდა. თუმცა არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ინფლაცია რეალურად ბევრად უფრო მაღალია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ 2026 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთი 16% იყო და მას შემდეგ თითქმის არ შემცირებულა. ექსპერტები ასევე მიუთითებენ აშკარა შეუსაბამობებზე ინფლაციის სავარაუდო დონესა და ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას შორის. ან იმ ფაქტზე, რომ ცენტრალური ბანკი ფაქტობრივად ისე იქცევა, თითქოს ინფლაცია ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აცხადებენ. რატომ ინარჩუნებს ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ისე დონეზე, რომელიც რეალურ საპროცენტო განაკვეთს ორნიშნა მაჩვენებელზე მიუთითებს, მაშინ როცა ომამდე რეალური საპროცენტო განაკვეთი თითქმის დადებითი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ გავიგებთ, ეს საკითხები მიუთითებს, რომ ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებლები მეტად საეჭვოა. მოკლედ, არაფერი ემთხვევა ერთმანეთს და ცუდი ამბები რუსეთისთვის ამით არ მთავრდება. მაგრამ სანამ ანგარიშის დანარჩენ ნაწილზე და იმაზე გადავიდოდეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომავალში, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაანალიზებთ ყველაფერს. ახლა კილის ანგარიში აღნიშნავს, რომ თუნდაც რუსეთმა შეძლოს ომის გასაგრძელებლად ყველა ხრიკის გამოყენებით ფინანსების პოვნა, მას მაინც აქვს ისეთი გამოწვევები, რომლებიც ფაქტობრივად გადაუჭრელია.
მაგალითად, Matthew S. Klein-ი აღნიშნავს, რომ რუსეთს დღეს ძირითადი შეზღუდვა არა ფულზე წვდომა, არამედ ადამიანებზე, ტექნოლოგიებსა და საწარმოო შესაძლებლობებზე წვდომა. არც ერთი რაოდენობის კრედიტი, გადასახადი ან სესხი ვერ შექმნის ჯადოსნურად იმ მუშახელს, რომელიც რუსეთს სჭირდება მომავალი წლების გადასატანად. ვერანაირი ხრიკი ვერ აღადგენს მარტივად მის უყურადღებოდ მიტოვებულ ინდუსტრიებს და ვერ გააუქმებს იმ ზიანს, რომელიც საომარმა ეკონომიკამ მიაყენა და კვლავ აყენებს მთელ საზოგადოებას. როგორც Klein-ი ამბობს, მთავრობას შეუძლია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, მაგრამ სამუშაო ძალის დეფიციტის რეკორდულ დონეზე ყოფნისა და სანქციების მიერ კრიტიკულ იმპორტზე წვდომის შეზღუდვის პირობებში, ხარჯების ზრდა უფრო და უფრო ზრდის ინფლაციის გამოწვევის რისკს, ვიდრე სამხედრო წარმოების გაზრდას. და ეს კიდევ ერთ საკითხზე მიგვიყვანს სანქციებზე. ისინი ორ ფორმას ირებენ. არსებობს ტრადიციული დასავლური სანქციები, რომლებიც მოიცავს აქტივების გაკინვას, საბანკო აკრძალვებს, ფასების ზღვარსა და ექსპორტის კონტროლს. შემდეგ არის უკრაინის შორი მოქმედების სანქციები, რომლებიც გულისხმობს უშუალო დრონებისა და რაკეტების დართმებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებზე, საწვავის საცავებზე და კრემლის ენერგეტიკული იმპერიის სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. ორივე ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა სხვადასხვა გზით. მაგალითად, დრო დასჭირდა დასავლეთის ფინანსურ სანქციებს, რომ შედეგი გამოეჩინა. საბედნიეროდ წლების განმავლობაში შედეგი უფრო თვალსაჩინო გახდა. ანგარიში აღნიშნულია, რომ ამ ეკონომიკურმა სანქციებმა ეფექტურად გაამკაცრა რუსეთის ბიუჯეტური შეზღუდვები და გახადა იგი. ქვეყნისთვის უფრო რთული გახდა იმ შემოსავლების მოპოვება, რომლებიც ომის დაფინანსებისთვის სჭირდება. ამან ხელი შეუწყო ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას, იმპორტის ხარჯების ზრდას, კრემლის ფინანსების დასუსტებას და სამხედრო წარმოების მნიშვნელოვნად გართულებას. მას შემდეგ, რაც მოსკოვს აღარ შეუძლია მარტივად შემოიტანოს მისთვის საჭირო კომპონენტები, დენტები და მასალები მთელი მსოფლიოდან, ამის მიუხედავად, ანგარიში ნათქვამია, რომ რუსეთმა 2025 წელს ნავთობის ექსპორტიდან დაახლოებით 160 მილიარდი დოლარი, ხოლო გაზის ექსპორტიდან 29 მილიარდი დოლარი მიიღო. რაც მიუთითებს, რომ სანქციები გარკვეულწილად მუშაობს, მაგრამ მთლიანად კრემლის შემოსავლის წყაროებს არ შეუსუსტები. უკრაინის შორი მოქმედების სანქციები არამხოლოდ უფრო დრამატულია და პირდაპირ მნიშვნელობით აფეთქებადიც კი, არამედ პოტენციურად ბევრად უფრო ეფექტურია დაუყოვნებელი სარგებლის მოტანის თვალსაზრისით. დარტყმები რუსეთის რეგიონებში არსებულ მრავალ მნიშვნელოვან ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე გვერდსულის ფინანსურ და პოლიტიკურ სანქციებთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას და ანადგურებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელზეც რუსეთი ეყრდნობა ნავთობის შესანახად, დასამუშავებლად და გასაგზავნად. ამ დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის საერთო საწარმოო შესაძლებლობები, რაც ბუნებრივია პირდაპირ აისახება მის შემოსავალზეც. რაც უფრო ხშირად ხდება ეს დარტყმები და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მით უფრო დამანგრეველი გახდება ისინი. და როდესაც ყველა ამ სხვადასხვა ფაქტორს შევკრებთ შემცირებულ ეროვნული სიმდიდრის ფონდს, მზარდ სამხედრო ხარჯებსა და მკვეთრად შემცირებულ ნავთობის შემოსავალს, კრიზისის მასშტაბი აშკარად ჩანს, რომლისკენაც რუსეთის ეკონომიკა მიექანება. კრემლს მხოლოდ ორი სუსტი იმედი დარჩა. პირველი არის ნავთობის ფასების მერყეობა. კილის ანგარიში აღნიშნულია, რომ რუსეთის საერთო ეკონომიკური პერსპექტივა შეიძლება შეიცვალოს ნავთობის ფასების შესაბამისად. უფრო ზუსტად რომ თქვათ, თუ ნავთობის ფასი გაიზრდება, ეს რა თქმა უნდა კარგი ამბავია რუსეთისთვის. რადგან ეს ნიშნავს, რომ თითოეულ გატანილ ბარელზე მეტი შემოსავალი ექნება. თუ ნავთობის ფასი დაიწევს, ქვეყნის პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თავად ანგარიშია აღნიშნული, ეს იდეა ირანის ომის დროსაც დადასტურდა. ექსპერტები ამატებენ, რომ სიტუაცია შეიცვალა მაშინ, როცა აშშ-მ და ისრაელმა ირანზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყეს, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუნდაც ნავთობის ფასების მოკლევადიანმა ზრდამ შეიძლება მნიშვნელოვანი შემოსავალი მოიტანოს, ხოლო ფასების ხანგრძლივმა მატებამ შეიძლება პრაქტიკულად მოხსნას რუსეთის ომის დაფინანსების ამჟამინდელი შეზღუდვები. ამის მიუხედავად, ნავთობის მაღალი ფასებიც კი ვერ აგვარებს სხვა მრავალ პრობლემას. კრემლი კვლავაც აწკდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შრომის დეფიციტი, შეზღუდული საწარმოო შესაძლებლობები და იმპორტ-ექსპორტის აკრძალვების შედეგები. ამ პრობლემების ნაწილობრივ მოსაგვარებლად მოსკოვს უნდა დაეყრდნოს თავის მეორე გადამრჩენელს, ჩინეთს. რადგან ბევრმა ქვეყანამ ზურგი აქცია რუსეთს. ჩინეთი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე დიდი სახელმწიფოდან, რომელმაც კრემლთან ურთიერთობა გააგრძელა. და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ომის გაგრძელების თვალსაზრისით. მაგალითად, ანგარიში აღნიშნულია, რომ ჩინეთი ახლა რუსეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის მესამედზე მეტს, უფრო ზუსტად კი 35%-ს შეადგენს. ასევე ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საქონლისა და სამხედრო კომპონენტების უდიდეს ნაწილს, რომლებიც კვლავაც დიდი რაოდენობით მიეწოდება რუსეთს დრონებისა და რაკეტების საწარმოებში გამოსაგენებლად. მაგრამ ეს შეთანხმება ერთმხრივი არ არის. ჩინეთიც ბევრს იღებს ამით. მაგალითად, ის რუსულ გაზში სხვა კლიენტებთან შედარებით 40%-ით ნაკლებს იხდის. ასევე ჩინეთმა გაზარდა თავისი გავლენა რუსულ ვაჭრობაზე, ფინანსებსა და სამრეწველო მიწოდების ჯაჭვებზეც. და დროის გასვლასთან ერთად, რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე მხოლოდ გაიზარდა იმ დონემდე, რომ დღეს პეკინი მოსკოვის ყველაზე დიდი მომხმარებელი, ყველაზე დიდი მომწოდებელი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიების მიმწოდებელი და რაც მთავარია, ფინანსური გადარჩენის წყაროა.
ეს პარტნიორობა არ არის, აღნიშნავს ანგარიში. ეს უფრო და უფრო ასიმეტრიული დამოკიდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანამ მიიღო ხელშესახების სარგებელი ამ პარტნიორობიდან. ეს თანასწორობის კოალიცია არ არის, არამედ უფრო და უფრო არათანაბარი შეთანხმება, სადაც ერთ მხარეს სტრუქტურული უპირატესობები უგროვდება მეორის ხარჯზე. ასე რომ რუსეთი არა მხოლოდ ეკონომიკურად სუსტდება, არამედ პოლიტიკურადაც. ჩინეთი მაქსიმალურად იყენებს ყველა უპირატესობას, რაც ამ ქვეყნის ურთიერთობიდან შეუძლია მიიღოს. მოსკოვს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავი დაუქნიოს და დაეთანხმოს პეკინის მოთხოვნებს. ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა რამდენიმე დღეში დაიშლება. მათ ამის ნაცვლად ამტკიცებენ, რომ ყველა მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა სულ უფრო ვიწრო ზღვარზე დადის და ძალიან ცოტა რამ სჭირდება, რომ გადაცდეს ამ ზღვარს. და ეკონომიკური ექსპერტები, რომლებიც კილის ანგარიში არიან წარმოდგენილი, არ არიან ერთადერთები, ვინც რუსეთის ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს. ევროპის მრავალი წამყვანი სადაზვერო სამსახური ზუსტად ასე ფიქრობს. მართლა, გერმანულ გაზეთ FAZ-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში სადაზვერო წყაროები აცხადებდნენ, რომ რუსეთი აფეთქების ზღვარზეა მისმა აბსურდულმა სამხედრო ხარჯებმა, სანქციების, იზოლაციისა და უკრაინის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გავლენასთან ერთად ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. ეს ანგარიში ხაზს უსვამს ზუსტად იმავე სისუსტეებსა და რისკებს, რომლებიც მანამდე იყო ნახსენები. სადაზვერო ანალიტიკოსები ამტკიცებენ მაგალითად, რომ რუსეთის საბანკო სექტორი დაუძლეველი ზეწოლის ქვეშ ექცევა. ისინი აზიარებენ მოსაზრებას, რომ კრემლი ხელოვნურად ზრდის ბუღალტრულ ბალანსებს, რათა დამალოს თავისი უპასუხისმგებლო მიდრეკილებები. და ისინი საუბრობენ მზარდ ფარულ ვალებზე, რომლებსაც რუსეთი აგროვებს პრეფერენციული სესხებისა და საკრედიტო ხაზების სახით, რასაც ბანკები გასცემენ თავდაცვის კომპანიებზე კრემლის ზედამხედველების ბრძანებით. ამავე სააგენტოების მიხედვით, თვით რუსეთში მრავალი ოფიციალური შიც კი მრავალი ოფიციალური პირი უკვე ღიად გამოხატავს აშკარა შიშს მოახლოებული რეცესიის მიმართ. ისინი ამტკიცებენ, რომ ნიღაბი ეცემა. რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს წარმოაჩინოს თავისი ეკონომიკა როგორც დინამიური, სიცოცხლით სავსე და მდგრადი, მაგრამ რეალობა აღარ შეესაბამება ამ სურათს. ბანკების სესხების პორტფელები უარესდება, კომპანიები ვალებს ვერ იხდიან. 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა უარყოფით ზონაში გადავიდა. სამოქალაქო სექტორის საწარმოები მიტოვებულია და ცენტრალური ბანკის ყველაზე სასოწარკვეთილი კვეთილი ზომებიც კი საკმარისი არ არის კრიზისის დასაკონტროლებლად. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ომი როგორც იუწყებიან, ყოველდღიურად კიდევ უფრო ძვირი ხდება. ბოლო შეფასებების მიხედვით, კრემლი შესაძლოა წელს თავდაპირველად დაგეგმილზე მინიმუმ 27 მილიარდი დოლარით მეც დახარჯავს სამხედრო სფეროში. ამ მიზეზით, როგორც სადაზვერო სააგენტოები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები თახდებიან, რომ ძალაუფლება რუსეთიდან მისი მოწინააღმდეგეების ხელში გადადის. და სწორედ მათზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ თუ არა ამ ფაქტს. ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც რუსულ ბანკებს მიზანში იღებს, შესაძლოა საკმარისი არ მოჩნდეს კრემლის ეკონომიკის კრიზისში ჩასაგდებად. ნავთობის ფასების ხანგრძლივმა ვარდნამ შეიძლება მსგავსი ეფექტი მოახდინოს. კილეს ანგარიშის ავტორები დასავლეთის პოლიტიკოსებს ურჩევენ ძალიან ფრთხილად დაფიქრდნენ, როგორ გამოიყენონ ეს სიტუაცია მაქსიმალურად. ისინი რეკომენდაციას აძლევენ, რომ ნავთობზე კიდევ უფრო მკაცრი ფასის ზღვარი აღსრულდეს და განახლდეს ძალისხმევა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილების შეზღუდვისთვის. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთს შორის ვაჭრობაზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებამ შეიძლება მოსკოვს ბევრად გაურთულოს ომის გაგრძელება. ზოგიერთი კი მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერი ტარიფის დაწესებას რუსეთისთან დარჩენილ ნებისმიერ ვაჭრობაზე. მაგალითად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც კვლავ ყიდულობს რუსულ თხევად გაზს, ქიმიკატებსა და სასუქებს, დამატებით გადასახადს გადაიხდის. ეს თანხა უკრაინის თავდაცვასა და აღდგენას მოხმარდება. როგორც მორიც შულერიხი ამბობს, ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ სანქციების რეჟიმის აღსრულებას რეალური მნიშვნელობა აქვს და მონიტორინგის მიმართულებით კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის მზარდ ეკონომიკურ სისუსტეებს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ისინი შეიძლება გადაიქცეს გრძელვადიან სტრატეგიულ ბერკეტად. კიდევ ერთხელ მადლობა Supremacy World War 3-ს ამ ვიდეოს დაფინანსებისთვის. გადმოწერეთ თამაში უფასოდ აღწერაში მოცემული ბულით და მიიღეთ თქვენი 40-იანი საწყისი პაკეტი, რომელიც მოიცავს ექსკლუზიურ Elite Rail Railguns. ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალ მოთამაშეებისთვის, მომდევნო 30 დღის განმავლობაში. ეხლა რომ გაიგოთ მეტი იმ პრობლემებზე, რომლებიც ვლადიმირ პუტინს უგროვდება, ნახეთ ეს ვიდეო, სადაც განიხილება, როგორ კარგავს რუსეთის პრეზიდენტი ჩეჩნეთზე კონტროლს. ანუყურეთ ამ ვიდეოს, რათა გაიგოთ, როგორ შეძლო უკრაინამ შეუძლებლის შესრულება და მიაღწია იმას, რაც ნატოსაც კი არ გამოუვიდა. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი, რომ მიიღოთ მეტი სასტრაფო სიახლე და სიღრმისეული ანალიზი ამ ომისა და სხვა მნიშვნელოვანი კონფლიქტების შესახებ მსოფლიოში.